კიდევ ერთი არცი ამჯერად თბილისში ზახესის დასახლებაში რადიოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები ყოფილი შენობაში შეიკრიბნენ, როგორც ინსტიტუტის დირექტორი აცხადებს, ინსტიტუტი 2 საშტატო ერთეულამდეა დაყვანილი და შესაბამის ფუნქციებს ვერ ასრულებს. რაც შეეხება იმავე შენობაში მდებარე ნიადარმცოდნეობისა და მელიორაციის ინსტიტუტის ესენი გაუქმებულია და ყველა თანამშრომელი გათავისუფლებულია. ორივე ინსტიტუტი აგრარული უნივერსიტეტის დაქვემდებარებაშია, რომლის მფლობელიც მათი განცხადებით კახა ბენდუთიძეა. რემფიცის მხარდამჭერთა ჯგუფის თავმჯდომარე ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ ინსტიტუტის ტერიტორიაზე რადიაციული ნარჩენების საცავი მდებარეობს და მის უყურადღებო დატოვება შეიძლება კატასტროფა მოყვეს 50-მდე სამსახურის გარეშე დარჩენილი თანამშრომელი ინსტიტუტის აღდგენას და სამსახურში დაბრუნებას ითხოვს. ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩვენი რადიოლოგიის და ეკოლოგიის ინსტიტუტი არ შეიძლება იყოს კერძო სამართლის იურიდიული პირის შემადგენლობაში, იმდენად რადგანაც ჩვენ მუშაობთ ბირთვულ და რადიაციული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფოს სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია და ის უნდა იყოს ცალკე გამოყოფილი უნდა იყოს. საუბარია რადიოლოგიის ინსტიტუტის გაუქმებაზე, რომლის მმართველობის ქვეშ არის ერთ-ერთი იშვიათი საცავი რადიოაქტიური ნარჩენებისა. მისი დაცვის სამსახურის გაუქმება გადაწყვიტა ბენდუქიძემ, მისი საბოლოოდ გაუქმება გადაწყვიტა ბენდუქიძემ, მისი ტერიტორიების გასხვისება გადაწყვიტა ამ ადამიანმა და ამის დაშვება იქნება ძალიან სერიოზული საფრთხის შემცველი. ეს შეიძლება იქ გახდეს ახალი ჩერნობილის, ასე ვთქვათ, საწყისი ეტაპი, რაც ბუნებრივია, დაუშვებელია.